აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ქალაქ ჯვარში პროფესიული კოლეჯის ლაკადას კურსდამთავრებულებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სასწავლებლის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ასევე სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნო. კოლეჯის ბაზაზე ამ ეტაპზე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან პროფესიული განათლება 6 ახალგაზრდამ მიიღო. პროგრამა გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში რუსლან აბაშიძემ ხოცხოვეწერში მოქმედი ახლადაშენებული სახელოსნოც მოინახულა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთის თანამშრომლობით ხორციელდება. სახელოსნოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ხის მხატვრული დამუშავების პროფესიულ პროგრამას ეუფლებიან. Მრავალია ეს პროცესი, რომელიც უკავშირდება ჩვენ პოლიტიკას პროფესიულ სასწავლებლებთან მიმართებაში და ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულად ჩართულობას აი ამ პროცესში. ლაკადას კოლეჯს გამოვარჩევ, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ლაკადას კოლეჯთან მოხერხდა ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამის და მოდულის ჩამოყალიბება, რომელიც არის მორგებული იმ ინტერესებს, რომელიც უკავშირდება ჩვენ დევნილ საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა მიმართულებით ჩვენ მუშაობთ და სწორედ იმის დადასტურება, რომ გვაქვს მრავალპროფილური პროგრამები, გვაქვს 14 პროგრამა, როგორც მესამე დონის, ასევე მეოთხე დონის პროგრამები და გვაქვს ასევე ინტეგრირებული პროგრამები, სადაც სწავლობენ როგორც დევნილები, ასევე სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბევრ ამას მაძლევენ მასწავლებლები, მეხმარებიან ყველაფერში, რასაც ვთხოვ. პერსონას მაძლევენ ისეთნაირს, რომელიც ჯერ გამაჩნია. მეხმარებიან მაგალითად ახალი რაღაცების გაგებაში. მაგალითად მე თუ მაქვს რამის გაკეთების ინიციატივა, თვითონაც შემომთავაზებენ ისეთნაირ რაღაცებს, რაც მაგალითად მე არ ვიცი და უკეთესად შეიძლება რომ გამოვიდეს ამ სიტუაციაში.